შეიძლება რასაც ჩვენ ხედავთ არ იყოს რეალური, ამაზე არასოდეს დაფიქრებულ ხარ. შეიძლება ის აწყალი მტრედი, რომელიც შენახე პარკში, ან შენს აივანზე, ან შენს ფანჯარასთან მეც ვნახე, რომელიც ყოველ დღე, ყოველ დილით სამბობს და ტვის მიჭამს და მაღვიძებს და მაწუხებს. საერთოდ არ იყოს მტრედი. იგი შეიძლება იყოს მთავრობის მიერ დაქირავებული დრონი. მაგრამ არა მარტო ჩვენი, არამედ სხვისი, მთელი მსოფლიოს და შეკრას ჩვენი ინფორმაცია და გაყიდონ სად. ისინი გაკვირდებიან, სად მიდიხარ, სად მოდიხარ და რას აკეთებ. აი ეს არის შეთქმულების თეორია. დღეს გვექნება შეთქმულების თეორიებზე საუბარი და ვისაუბრებთ ძალიან პოპულარულ და ჩემთვის საინტერესო შეთქმულების თეორიებზე და მოდი აგიხსნი რა არის შეთქმულების თეორია. შეთქმულების თეორია არის წმენა, რომ მოვლენებს მართავს ფარული ჯგუფი. მტკიცებულების ნაცვლად ეჭვზე და უნდობლობაზე დაყრდნობით. მისი მიზანია რთული რეალობის გამარტივება და კონტროლის ილუზიის შექმნა. ანუ შეთქმულების თეორია არ არის ფაქტებზე დაფუძნებული, ეს არის უბრალოდ თეორია და რასაც გაიგებთ ამ ვიდეოში, გახსოვდეთ, რომ ეს არის თეორია და არა ფაქტი. დაიმახსოვრე? ახლა ვიდეო დაალაიქე, არხი გამოიწერე და მოიმარაგე პოპკორნი. დავიწყოთ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტით. ანტარქტიდაზე არის დიდი ყინულის კედლები, რომელთან მიახლოება, ექსპედიცია, მოგზაურობა, გადაფრენა, შესწავლა არ შეგიძლია. არის თეორიები, რომ ამ კედლების უკან არის სხვადასხვა ქვეყნის ბაზა, რომელსაც ამ ქვეყნების სახელები ქვია და ისინი შეისწავლიან რა ხდება ამ კედლის უკან. ამავე სხვადასხვა თეორიებს ერთ-ერთი პოპულარული კი არის, რომ არის ძალიან დიდი ღრმული და ამ ღრმულს სწავლობენ ზუსტად. მასზე არსებული თეორიების არგუმენტად მოყავთ ის, რომ თუ ეს ადგილი უბრალოდ დიდი ყინულია და მასზე უბრალოდ პინგვინები ჩილაობენ და მეტი არაფერს არ აკეთებ. დადიან, პინგვინები ჩილაობენ, ვეშაპები ყვინთავობენ. მაშინ რატომ არის ასეთი მძიმე артиლერიით დაცული, ხო? გაგიჟდება კითხვა. ასევე 1959 წელს 50-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა კანონს ხელი, რომ შენაშეგრძოს მან თავისუფლად გადაადგილება ექსპედიციისა და კონტროლის გარეშე. და შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყნები საერთოდ ვერაფერზე თანხმდებიან წლების და საუკუნეების განმავლობაში. ვერაფერზე და უცებ ანტარქტიდაზე შეთანხმდნენ. აფიქრდი კითხვები დასვი. ამას ემატება, რომ 1946 წელს ამერიკელებმა 4000 ჯარისკაცი გაგზავნეს ანტარქტიდაზე. ვისთვის? 4000 ჯარისკაცი. პინგვინები რო ჩაეცხრილა. ერთ-ერთი თეორია არის, რომ ამ კედლების უკან არის განვითარებული და სხვა ცივილიზაცია, ან სხვა კონტინენტები, რომლებიც ძველ რუკებზე მოიძებნებოდა და ახლა გაქრა უბრალოდ და დღეს აღარ არის. და ეს უკავშირდება უკვე მეორე თეორიას, რომელიც არის ბრტყელი დედამიწის თეორია. ბრტყელი დედამიწის თეორიაზე კი არ ვიცი რა ვილაპარაკო, დღემდე არსებობს სხვათა შორის ძალიან ბევრი სელებრიტი, რომელიც თქვენ გიყვართ, სპორტსმენი თუ ასე შემდეგ, რომელიც ფიქრობენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. აი ეს თუ ბოლოში მიხვედი გადავარდები. სად გადავარდები? ეგ ცალკე კითხვა არის. ძალიან მემიჯნები ამ თეორიას. სხვა თეორია შეიძლება არ გავემიჯნო, მაგრამ ამას ძალიან მემიჯნები. დაალაიქეთ ვიდეო და 4000 ლაიქზე თუ სურვილი გაქვთ, დავაკეთებ ვიდეოს, სადაც იუთუბერები იტყვიან, რომელი შეთქმულების თეორიების ჯერა. ეს ძალიან მაინტერესებს, რომელ ზრისის ჯერა. დედამიწას თუ თავი დავანებოთ და წავიდეთ უფრო შორს კოსმოსში, შევხვდებით პლანეტა მარსს. თეორიების ბუდეს, მაგრამ ამჯერად ვისაუბრებთ ცივილიზაციაზე. მარსზე აღმოაჩინეს ქიმიის პერიოდულ სისტემაზე არსებული ნივთიერება სახელად ზინონ, რომელიც მხოლოდ წარმოიქმნება და მოიპოვება მას შემდეგ, როდესაც მოხდება ატომური აფეთქება. შესაბამისად, ადამიანები ფიქრობენ, რომ მარსზე ცხოვრობდით თავდაპირველად, განვითარებული ცივილიზაცია ვიყავით და მოხდა ატომური ომი, რის შედეგადაც დედაუტირეთ პლანეტას და მოგვიწია სხვა პლანეტაზე გადაცხოვრება. რომელსაც ქვია დედამიწა. აი ეს არის მარსის თეორია. არხი გამოიწერეთ. კაცობრიობაზე კი არის early bird თეორია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პირველი განვითარებული ცივილიზაცია მთელ გალაქტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ აღმოჩენილი გვაქვს ძალიან ბევრი პლანეტა, რომელზეც შეიძლება ცხოვრება. არის სიცოცხლე ან ნიშნები იმის, რომ შეიძლება იყოს სიცოცხლე. მაგრამ ეს პლანეტები მდებარეობს ჩვენგან მილიონობით სინათლის წლის იქით. ძალიან შორს. და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მათ ჩვენ აღმოგვაჩინეს, აგვინახეს და დაგვაკვირდნენ. ისინი არ დაინახავენ დღევანდელ დღეს, არ დაინახავენ საბჭოთა კავშირს, არ დაინახავენ დავით აღმაშენებელს, არ დაინახავენ ზეზოადამზიას. ისინი დაინახავენ დინოზავრებს. რადგან მილიონობით სინათლის წლის შორს არიან და ისინი ხედავენ წარსულს. მარტივად რო ახსნათ, სინათლე არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რამ. მაგრამ ზის სინათლე ჩვენამდე მოსაღწევა ჭირდება 8 წუთი და 20 წამი. ანუ ეგრევე არ ჩნდება. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ წარსულს, როდესაც ვიხედებით. ასევე ახსნე ამას ვარსკვლავების მიხედვით. ჩვენ როცა ცაში ვიხედებით და ვხედავთ ვარსკვლავებს, ჩვენ ხედავთ წარსულს. მილიონობით წლის წინ არსებულ ვარსკვლავებს, რომლებიც უკვე წესით მოკვდნენ. აღარ არსებობენ. ანუ როდესაც ცაში ვიხედებით, ჩვენ ხედავთ წარსულს. ამიტომ ამ თეორიის თანახმად
ნახავთ, ჩვენ თუ გვაქვს აღმოჩენილი პლანეტა, რომელზეც შეიძლება იყოს სიცოცხლე და მასზე დაკვირვებით ვერანაირი სიცოცხლე ვერ შევამჩნიეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან სიცოცხლე არ არის. უბრალოდ შეიძლება დღეის მონაცემებით ჩვენ ვერ ხედავდეთ ამას. ანუ შეიძლება იქ უკვე არის აწმყოში, მაგრამ ჩვენ ხედავთ წარსულს, მილიონობით წლის წინ რა ხდებოდა. ხო და ამას მე რო დააკავშირებ, მე გახვალ იმას გადაახტებ, იმას გადმოახტები და აირევი. ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ რო მოусვინო ნელა და დაფიქრდე, ძალიან მარტივი რაღაცა არის. და ამ თეორიის ჩათვალეთ რომ ჯერა. ძალიან ჯერა თან. რომ დავრჩეთ ისო galaktikაში და გადავიდეთ მთვარეზე, მანდაც ულევ თეორიებს შევხვდებით თუ რა მოხდა რეალურად. დავდგით თუ არა ფეხი, დადგმული იყო თუ არა, NASA მართლა გავიდა თუ არა მანდ. ამის დამამტკიცებელი საბუთები არის ის, რომ ფეხსაცმლის ნაკვალევი და ფეხსაცმლის ძირი არ ემთხვევა ერთმანეთს. დროშა თუ დაკიდეს galaktikაში თუ ქარი არა რანაირად ფრიალებდა ეგ დროშა. თუ დაკარგეს პირველი გაფრენის კადრები, რატომ არ დაიფიცა ნილ ამსტრონგმა ბიბლიაზე რომ ის რეალურად იყო მთვარეზე. რატო იხსენეს თუ ბაზოლდრინი ირონიულად მთვარეზე გაფრენას და რატომ ამბობს რომ საერთოდ არ ყოფილან მანდ. ამ ყველა კითხვას თავისი ახსნა აქვს, მაგრამ მოდი მარტო თეორიებზე ვისაუბროთ და არა ახსნაზე. თუ 1979 წელს ქონდა ჩვენ ის ტექნიკა, რომ ავფრენილიყავით მთვარეზე მარტივად. ეს ატო აღარ მიფრინავენ და როგორ დაკარგეს ის ტექნიკა, როგორც თვითონ ამბობს NASA, რაც ქონდა 50 წლის წინ. იფიქრეთ. ვინი ამითუხდა? ძალიან ბევრი თეორია ଅଛି, მაგრამ მიყვარს ეს თეორიები. აი, შემიძლია მთელი დღე ვკითხულობდე ამ თეორიებს, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ უმეტესობა უბრალოდ თეორია არის და არა ფაქტი. ძალიან ბევრი ლოგიკასაც ცდება. აი, ეგ მითხრება რა, თორე აი, იმდენად მიყვარს თეორიების კითხვა. იმდენად მიყვარს, რომ ვიგებ რაღაც ახალს და თუნდაც რომ არ დავფიქრებულ ვარ და ვიღაცამ რომ აი ეს თეორია გააძო და ვახ, მეთქი ეს აქამდე რატო არ ვიფიქრე საერთოდ მეთქი. აი ეგ ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს და ასეთ ვიდეოებს გავაკეთებდი მილიონს. თქვენ რო არხი გამოგეწერათ. მადლობა 60,000-ზე გამომწერისთვის, ჩვენ მივედით 60,000-მდე და ამ წელს მე გპირდებით. ვიქნები იმდენად კონსისტენტური, იმდენად ბევრ ვიდეოს გადავიღებ, თუნდაც სპონსორი არ მყავდეს, ფეხებზე მკიდია. ჩემს ჭიას გავიხარებ. იმდენად ბევრ ვიდეოს გავაკეთებ და იმდენს გავაკეთებ, რომ 100,000-ზე ავიდეთ. ამიტომ მომეცით мотиваცია და გამოიწერეთ ეგ არხი. დამპალი არხი, ჩამპალი, მოზვინული, მოზვერილი კაცის არხი. გადავიდეთ შემდეგ თეორიაზე. სადაც NASA ვახსენეთ, ვიცით NASA-ზე რომ არსებობს ასეთი თეორია. NASA-მ ისეთი რაღაც ნახა ოკეანეში, რომ გადაწყვიტა კოსმოსზე გამოეკვლა, იმიტომ რომ მეტად ადვილი ეჩვენა. ხო და ამ ოკეანეებზე არის უამრავი თეორია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც არის ოკეანეში არსებული უცხო პლანეტელები. გახსოვს შარშან ამერიკაში და სოფლიოს ბევრ წერტილში რომ რაღაც ორბები, რაღაც ფრინავი თეფშები და რაღაცები დაინახეს და მე კონგრესში შეიკრიბა და აბა ბიჭებო, რამე ხო არ გინახავთ თქვენ საშვილო დაფრინავდითო. პილოტებს რო ესაუბრებოდნენ და რო დაიფიცნენ რომ კი გვინახავსო და უცხო პლანეტელები არიანო და საიდან მოდიანო, საიდანო და ოკეანიდანო. და აქედან წარმოვიშვა თეორიები, რომ უცხო პლანეტელები რეალურად ცხოვრობენ ოკეანეში. არც გვაქვს ოკეანე გამოკვლეული, 99% არ გვაქვს ოკეანის გამოკვლეული. ხალხს ჯერა რომ 8 ფეხა არის უცხო პლანეტელი, იმიტომ რომ შეუძლია ქამელეონივით შენი ღვაწ ძალიან მაგრად შეუძლია თან. არა ამ ქვეყნიური ვიზუალი აქვს, 3 გული აქვს, მათემატიკური პრობლემების ამოხსნა შეუძლია, რაც არ შეიძლება ძალიან ბევრ ჩემ ნაცნობს და ამოუცნობი სიარულის სტილი აქვს. არ იცი შემდეგი მოძრაობა რა ექნება. შეგახსენებთ რომ ფიზიკურად არ ვიცით რა ხდება ოკეანის ფსკერზე. დაჟე ისიც არ ვიცით რამდენად ღრმა არის ოკეანის ფსკერი. ლოგიკური მიზეზები აქვს, ვერ გამოვიკვლიეთ, იმიტომ რომ ქვევი წნევაა და ძალიან ბევრი ისეთი გარემოებაა, რასაც ჩვენ ვერ უკლავდებით ჯერჯერობით. ასევე არის თეორია, რომ galaktikაში ასვლა არა ჰაერით და ზევით შეიძლება. არამედ პორტალი არის ოკეანიდან, ანუ ოკეანეში ჩასვლით ჩვენ გავდივართ galaktikაში. დიახ, ეს თეორიაც არსებობს და ძალიან ბევრი ცდილობს, რომ ეს თეორია დაამტკიცოს. წარმატებები გულით და სულით. სანამ შემდეგ თეორიაზე გადავალ, შენ ისი გჯერა, დამიწერე კომენტარებში, რომელი თეორიის გჯერა. ან შენ თუ რაღაც თეორია გაქვს საკუთარი. მართლა მაინტერესებს ყველა თეორიას ვკითხულობ და ჩემ მაყურებლის თეორიებიც მაინტერესებს, რა არის თქვენი ფავორიტი, რისი მართლა გჯერათ, ან რა არის ისეთი, რაზეც თქვენ დაფიქრებულ ხართ. ამოვიდეთ ისევ დავუბრუნდეთ დედამიწაზე. Walt Disney არის თეორიების მაგნიტი. მასზე არის იმდენი შეთქმულების თეორია. არც ერთ ადამიანზე არ არის მე მგონი მაგდენი. რა თქმა უნდა, Mike Jackson-ს Tupac-ს და ჰიტლერს თუ არ ჩავთვლით. ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც Walt Disney-მ თქვა სიკვდილის წინ, არის ვოკალით გუფი. ეს თეორია არა მართლა უთქვამს, მაგრამ რატომ უნდა მოეკლათ გუფი, არ ვიცით არავინ დღემდე. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ახდა, მე მგონი ლიცენზია აღარ გვაქვს და გუფი
გაქრა ჩათვალეთ Disney-ის ერთ-ერთი სახე აღარ არის, დამაეჭვებელი არის. ასევე CIA-ის ოფიციალურ საიტზე, როდესაც ჩაწერა Illuminati და მასონებს 200 რომელიღაცა გვერდზე არის Disney-ზე მიძღვნილი AG, ანუ ერთი მთელი ფურცელი არის Disney-ზე მიძღვნილი და რაც ამბობენ რომ hardcore პორნოგრაფიას იღებდა Walt Disney ელიტისთვის, ეს უკვე დამაეჭვებელია Walt Disney ელიტისთვის hardcore პორნოგრაფიას იღებდა. ეს CIA-ს ამ PDF-ზე მართლა წერია. და ჩემი ფავორიტი შეთქმულების თეორია მის შესახებ არის ის, რომ სანამ გარდაიცვლებოდაო, გაყინეს მისი სხეულიო. ეს შემდეგ გაბაზრდაო ხალხშიო. და როდესაც ხალხმა დაიწყო დასერჩვა Disney Frozen, აგდებდა იმ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა გამჟღავნებულიყო. ამიტომ რა გააკეთა Disney გააკეთეს ანიმაციური ფილმი Frozen-ი, ყველა მიცით ეს Frozen-ი და როდესაც ახლა დაგუგლავთ Disney Frozen-ს, ამოაგდებს იმ Frozen-ს, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით. ჭკვიანურია. თეორია ჭკვიანურია და თუ ეს თეორია ჩათვალეთ ფაქტია, მაშინ ჭკვიანური მოძრაობა Disney-ის მხრიდან. რა იცით, შეიძლება ის კაცი 20 წლის მერე გააღვონ და მეზე მაგარ ჯანზე იყოს. არ ვიცით, ეს უბრალოდ თეორია. Illuminati-ები ვახსენეთ წეღან, Illuminati-ებზე და მასონებზე თეორია არის საკმაოდ დიდი, ძალიან დიდი. აი ამ ვიდეოში ვერ ჩაეტევა ეგ ცალკე ვიდეო შემიძლია გავაკეთო მაგას თუ დამიწევთ კომენტარებში. რა ხდება ჰოლივუდში? Illuminati და მასონების თეორიები. სიმბოლიზმები, უეცარი გაქრობები, უეცარი გაპოპულარულება ისეთი ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ გაგვიგია. და თავისას მოჭამენ უცებ გაქრობა მათი, ან ძალიან ცუდ სტადიებში მათი პოვნა. ერთი სიტყვით ამას ეძახიან ეშმაკზე სულის მიყიდვას. წვით სელებრიტებმა მიყიდეს სული ეშმაკს, საატარეს რიტუალები, გაყიდეს თავიანთი თავი, ბევრი საძაგელი რაღაც გააკეთეს, იმისათვის რომ გამხდარიყვნენ ლიდერები, პოპულარულები, საუკეთესო მომღერლები, ახიობები, იუთუბერებიც, ჯამში პოპულარული სელებრიტები რა, ელიტაში შევიდა. ბევრი ამჟღავნებს რომ Illuminati არსებობს, ბევრი კი მალავს და საერთოდ აი სისულელეს ლაპარაკობთო, ასე მოიხსენიებს. მე მჯერა სხვათა შორის, რომ არსებობენ ეგეთი ხალხი. ეგეთი ხალხი ყველგან არსებობს, ვისაც ფული აქვს, ჩათვალე ყოველთვის შეეცდება რომ გაგაკეთებინოს ის, რაც არ გიყვარს. ჩემი აზრით ეშმაკზე სულის მიყიდვაც ეგ არის, როდესაც აბიჯებ შენს მორალე. აკეთებ იმას, რაც არ გინდა რომ გააკეთო, მაგრამ ფული კარგია. ფული იმდენად კარგად ჟღერს, რომ გავაკეთებ რა. ეგ არის მორალზე გადაბიჯება. და ის ხალხი მე როდესაც ამბობენ რომ როცა საჭირო აღარ ხარ, მიგაგდებენ და ამ ყველაფერს ჩამოგართმევენ, ეგ ბიზნესია უკვე, ჩვეულებრივი ბიზნესია. შენ რაღაცის სანაცვლოდ აკეთებ რაღაცას. ანუ ორივე მხარე ხეირო. ხელი ხელს ბანს თუ გინდა ასე დაარქვი და ასე შემდეგ. მაგრამ მან არის კიდე ერთი თეორია, რომ ეს პოპულარობა რომ მიიღო, ძალიან ბევრი ამბობს მაგას. უნდა გააკეთო სხვერპლ შეწირვა. ანუ ვიღაც შენი ახლო ადამიანი უნდა შეწირო. დედა, მამა, და ძმა, ან ვიღაც ეგეთი. ხო და რა ვიცი, აბა, მაგის ამდენად ჯერა. ვერ გეტყვი, მაგრამ საიდანღაც ხო მოდის ეს თეორია. რაღაც ხო არსებობს. ყველა ერთად როგორ ლაპარაკობენ ესე შეთანხმებულად. მოდი გადავიდეთ Illuminati-დან. აი ამ ფორმაზე, რას გაგონებთ ეს ფორმა? პირამიდა. პირამიდების თეორიები არის ძალიან ბევრი. მაგაზეც ცალკე ვიდეოები არსებობს YouTube-ზე, ძალიან ბევრი YouTuber-ს აქვს გადაღებული და შეგიძლიათ უყუროთ. იმით დავიწყებ, რომ ზოგს გონია, რომ ეს პირამიდები არის რეალურად ძალიან დიდი ძელები, რომელიც არის მიწის ქვეშ და ეს ჩვენ რასაც ხედავთ არის უბრალოდ კენწერო. ერთ-ერთი პოპულარული აზრია, რომ იმდენად იდეალურად არის ეს პირამიდები შექმნილი და იმდენად ზუსტ ადგილზე მდებარეობს, ბევრი რაღაციდან გათვალისწინებით, მისი რეპლიკა დღეს შეუძლებელია. რაც არის უდიდესი სისულელე. აი შანსი, აი ეს არის ყველაზე სისულელე თეორია, რაც კი ალბათ გამიგია ყელი დედამიწის შემდეგ. რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ტექნოლოგია, რომ ეს გავაკეთოთ. აზარი არა თქვი, რომ აი ადრე ნილოსით როგორ მოქონათ ამხელა ამდენი ტონის ქვები, ან ეს ქვებისადი შოუეს, ან როგორ აქონათ ამ პლატფორმებით ბაწრებით და რა ჯანზე იყვნენ ეგეთი, რომ ეს გააკეთეს საერთოდ და ასე იდეალურად შექმნეს. აზარი არა, ეგ კითხვა დავსვი, მაგრამ ის თუ დღეს ვერ გააკეთებ შენ მაგას, აი ჩემი აზრით ძალიან აცდენილი არის ყველანაირ რეალობას. ასევე ძველ ეგვიპტურ ფრესკებზე ხდებოდა მაღალი ადამიანები შედარებით გოლიათები, ხდებოდა უცხო პლანეტელების ხომალდები, ძალიან ბევრი უცნაური რაღაცას დღეს არ იხსნება. და ეს კითხვას ბადებს, რომ რეალურად პირამიდები ვინ ააშენა? უცხო პლანეტელებმა, გოლიათებმა, ადამიანებმა თუ მე ვიყავი. მე ავაშენე პირამიდები. მე დროში ვიმოგზაურე. ბოლოს ხალხს რო ეგონა რომ მოვკვდი, გადავედი კუბაში. არა, არგენტინაში. მოკლედ ეს იყო. ეს არის ჩემი ფავორიტი შეთქმულების თეორიები, რომელიც ძალიან ბევრმა იცოდით, მაგრამ იმედი მაქვს ვიღაცაებმა ახლა გაიგეთ და უფრო სიღრმისეულად ჩაუღრმავდით. ძალიან საინტერესო თემა არის და თუ დავინახე რომ ეს გაინტერესებს, უფრო მეც გავაკეთებ, ანუ უფრო დიდ ვიდეოს გავაკეთებ, უფრო მეც ვილაპარაკებ ამ თემაზე. შეგახსენებთ რომ 4000 ლაიქზე იუთუბერებსაც ვკითხავ რა თეორიების ჯერათ და თქვენს მაინტერესებს. რისი გჯერათ, ან რაზე იფიქრეთ, ან მარტო თქვენ ფიქრობთ თუ არა მაგას, ან დავაფიქრეთ ჩვენც რაღაცას. არხი გამოიწერეთ ვიდეო
ვიდეო და ლაიქეთ თქვენთან იყო ბენი და კარგად იყავით.